მინისტრები ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს და პარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განმარტებით 11 თვის მონაცემებით უწყებას 755 მილიონი ლარი აქვს ათვისებული, ხოლო წლის ბოლომდე სამინისტრო ბიუჯეტს 95%-ით შეასრულებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით კი პრობლემა ბიუჯეტის შესრულებას შემოსავლების ნაწილში შეექმნა, თუმცა ჯამში სამინისტროს 95%-ზე მეტი აქვს ათვისებული. დაგეგმილი იყო მეტი შემოსავალი და არ არის იმდენი შემოსავალი მიღებული, ბიუჯეტი ათვისებულია, ანუ 95-97% ნიშნავს ძალიან კარგ ათვისებას, მაგრამ შემოსავლების ნაწილში ბუნებრივია ტარიფების თემა არის გასარეკრებილი. 11 თვის მონაცემებით ჩვენ სამინისტროს ათვისებული აქვს 755 მილიონი ლარი და ეს უკვე შემიძლია ვისაუბრო პროგნოზებზე, რომ წლის ბოლომდე სამინისტრო ბიუჯეტს შეასრულებს 95%-ით, რაც იქნება საუკეთესო შედეგი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აქ წელს და არც შარშან არ მომხდარა ბიუჯეტის დაკორექტირება.